Globალური ომის პარტია და Deep State-ი როგორც გლობალური ომის პარტიის არაფორმალური გავლენის მთავარი ინსტრუმენტი. ქართული ოცნების შეფასებით ეს არის ორი მთავარი ძალა, რომელიც მსოფლიოსა და საქართველოში განვითარებული მძიმე პროცესების შემოქმედია. მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო განცხადებას ავრცელებს, სადაც მსოფლიოს რამდენიმე ქვეყანაში მიმდინარე ომისა და ეკონომიკური პრობლემების ავტორად სწორედ Deep State-ს ასახელებს. რაც შეეხება ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარისა და ქართველი მაღალჩინოსნების დასანქცირებას. ფაქტს პარტიის პოლიტსაბჭო საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილს უკავშირებს და ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ომის სანქციების მიუხედავად არ იქნება. პოლიტსაბჭოს განცხადებაში დაწესებული სანქციები ანტიქართულ ნაბიჯად არის შეფასებული, პოლიტიკოსები კი, რომლებიც ანტიქართული განცხადებებით გამოირჩევიან, Deep State-ის ქსელის წევრებად არიან მოხსენიებული. ქართული ოცნების ლიდერები სწორედ Deep State-ის დამარცხებასა და ევროპაში არაფორმალური ოლიგარქიული გავლენების დასრულებაში ხედავენ პარტნიორებთან ურთიერთობების გადატვირთვის გზებსაც. რა შეფასებები მოჰყვა ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებას პოლიტიკურ წრეებში. თამარ ციკლაურიგი ამბობთ. Globალური ომის პარტიის ინტერესები და Deep State-ი როგორც გამოწვევა, არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ გამოწვევა ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირისთვისაც. სწორედ ამ მიმართულებით არის საუბარი იმ ვრცელ განცხადებაში, რომელიც ქართული ოცნების პოლიტსაბჭომ გაავრცელა. მმართველი პარტიის მმართველი რგოლი წერს, რომ ბრძოლა მშვიდობისთვის გრძელდება, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის პარალელურად კონკრეტულ ძალებს ამ დრომდე აქვთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი. სწორედ ამ სურვილს მიაწერს ქართული ოცნების პოლიტსაბჭო ბოლო პერიოდში ყველა იმ კრიტიკულ გზავნილს თუ ქმედებას, რომელიც ერთის მხრივ ამერიკის შეერთებული შტატებიდან, მეორეს მხრივ კი ევროპიდან ისმის საქართველოს ხელისუფლების მისამართით და როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ეს ქმედებები კონკრეტულმა ძალებმა ჯერ უკრაინას, შემდეგ კი ბალტიისპირეთის ქვეყნებს დააწყებინეს. საქართველოს უკრაინულ სცენარს დიდი ძალისხმევისა და უკომპრომისო ბრძოლის შედეგად ჯერჯერობით გადაურჩა, თუმცა მშვიდობისთვის ბრძოლა გრძელდება და ეს ბრძოლა ბოლომდეა მისაყვანი. ვიდრე არსებობს უკრაინაში პირველი ფრონტი, საქართველოში მეორე ფრონტის ინტერესიც ყოველთვის იარსებებს. სწორედ ამას უკავშირდება სანქციები, რომელსაც გლობალური ომის პარტიის კარნახით და Deep State-ის ხელით კონკრეტული სახელმწიფოები ქართულ პოლიტიკოსებსა და თანამდებობის პირებს უწესებენ. ქართულმა ხალხმა ბოლომდე უნდა იბრძოლოს, რომ გადარჩეს და საქართველოს უკრაინიზაცია არ დაუშვას. ამით ჩვენ კარგ საქმეს გავუკეთებთ ევროპასაც, რომლის ქვეყნების უმრავლესობა დღეს Deep State-ის თამაშს თამაშობს და საკუთარი ეროვნული ინტერესების დაცვას ვერ ახერხებს. ევროკავშირის ბიუროკრატიის ღირებულებითი მდგომარეობა დღეს უმძიმესია, რაც ევროპარლამენტის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული 5 რეზოლუციით ყველაზე კარგად გამოიხატება. ამ რეზოლუციებით ევროპარლამენტმა მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის დასჯა, სააკაშვილისა და სხვა კრიმინალების გათავისუფლება, LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ კანონის გაწევა და ასე შემდეგ. ბოლო მეხუთე რეზოლუციით ევროპარლამენტმა მოითხოვა ის რის საჯაროდ მოთხოვნასაც სერიოზულ მოთამაშეთაგან მანამდე ვერავინ ბედავდა. რუსეთისთვის სანქციების დაწესება და ქართული ეკონომიკის ჩამოშლა. ამ ტენდენციის გათვალისწინებით ევროპარლამენტი მეექვსე რეზოლუციაში მაღალი ალბათობით რუსეთთან ომის დაწყებასაც ღიად მოგთხოვს. ბიძინა ივანიშვილს ასანქცირებენ იმისთვის, რომ საქართველოში სისხლიანი ავტორიტარიზმი დემოკრატიული მმართველობით ჩაანაცვლა. ადამიანების წამებისა და მკვლელობის ბიზნესის რეკეტის, მედიის მიტაცების, არჩევნების გაყალბების სისტემური პრაქტიკა დაასრულა. ქვეყნის ეკონომიკა 28 მილიარდიდან 90 მილიარდამდე გაზარდა და საქართველოს 12 წლიანი უწყვეტი მშვიდობა მოუტანა. ვახტანგ გომელაურს და გმირ პოლიციელებს, მათ შორის 2008 წლის ომში ნაბრძოლ ადამიანებს ასანქცირებენ იმისთვის, რომ ბოლო 2 წელიწადში ხელისუფლების გადატრიალების სამი ძალადობრივი მცდელობა ეფექტურად აღკვეთეს. თანაც ისე, რომ ამას არათუ მსხვერპლი არ მოჰყოლია, არამედ თუნდაც ერთი ადამიანის ჯანმრთელობაზე არავითარი კვალი არ დაუტოვებია. ამის საპირისპიროდ ყველას გვახსოვს გლობალური ომის პარტიისა და Deep State-ის ფავორიტების, მერაბიშვილისა და გახარიას 26 მაისისა და 20 ივნისის სპეცოპერაციები, რომლებიც ერთ შემთხვევაში 4 ადამიანის მკვლელობით, ხოლო მეორე შემთხვევაში 7 ადამიანის ჯანმრთელობაზე უმძიმესი კვალის დატოვებით დასრულდა. შეგახსენებთ, რომ არც მერაბიშვილის და არც გახარიას სანქცირება აზრად არავის მოსვლია, რადგან Deep State-ში იხელმძღვანელოს რუზველტის ცნობილი გამონათქვამით, ძაღლიშვილია, მაგრამ ჩვენი ძაღლიშვილია. ანიომებ ან დაგჭით, როგორც მმართველი პარტიის პოლიტსაბჭო წერს, სწორედ ასეთია გზავნილი, რომელსაც საქართველო იღებს ბოლო წლებია გლობალური ომის პარტიისგან ქვეყნის გარედან და როგორც ქართულ ოცნებაში თვლიან, ამავე გზავნილს იზიარებს ოპოზიცია ქვეყნის შიგნით. მმართველი ძალა თვლის, რომ ახლა სწორედ ამ ძალებთან ბრძოლა მოუწევს დონალდ ტრამპს საპრეზიდენტო კაბინეტის მეორე დაკავების შემდეგ და მათ შორის ამ ბრძოლის შედეგზე იქნება ბევრი რამ დამოკიდებული საქართველო ამერიკის ურთიერთობებშიც. თავის დროზე დახურულ კარს მიღმა გაჟღერებულმა მოთხოვნამ და მუქარამ საბოლოოდ საჯარო სახე მიიღო. ანიომებ ან დაგშით. ეს არის მარტივი გზავნილი, რომელსაც საქართველო და ქართველი ხალხი გლობალური ომის პარტიისაგან იღებს. მეტიც ოპოზიციის პირით ქართველი ხალხის დასჯაზე დაიწყეს საუბარი. რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ ხელისუფლებაზე მეტადაც კი გლობალურ ომის პარტიას ქართველი ხალხის უკომპრომისო პოზიცია აღიზიანებს, რომელმაც კოლექტიური ნაცმოძრაობის, ანუ გლობალური ომის პარტიის აგენტურის ხელისუფლებაში დაბრუნება და ომში საქართველოს ხელმეორედ ჩართვა არ დაუშვა. უკვე ზედიზედ მეორედ არ აღიარებენ ეუთო ოდირის დასკვნა
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით. მეტიც ამ დასკვნით გაგულისებულმა ოპოზიციამ და მისმა პარტნიორებმა ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ საქართველოში ეუთოს დელეგაციის ჩამოსვლა არ დაეშვათ. ამერიკელ კონგრესმენს ჯო უილსონს დააინიცირებინეს ეგრეთ წოდებული მეგობარი აქტი საქართველოს შესახებ, რომელსაც შინაარსიდან გამომდინარე მხოლოდ მტერი აქტი შეიძლება ეწოდოს. უილსონმა იმოქმედა პრინციპით, სასიამოვნო სასარგებლოსთან ერთად და Deep State-ის დავალების შესრულებას ევროპელი პენსიონერების მძარცველი კეზერაშვილისაგან ფინანსური სარგებლის მიღებას დაურთო. ათეულობით ევროპელი პენსიონერისთვის წართმეული ფული ერთ ამერიკელ პენსიონერს ჯო უილსონს ხმარდება, რითაც Deep State თავის პოლიტიკურ ამოცანას ასრულებს და საქართველოს სანქციებით აშანტაჟებს. პრეზიდენტ ტრამპის მიერ Deep State-ის მოშლის ამოცანის წარმატებით შესრულება შეუძლია ქართულ-ამერიკული ურთიერთობების თვისობრივი გადატვირთვა უზრუნველყოს, რაც გვჯერა თანაბრად შედის როგორც საქართველოს, ისე ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესებში. ევროპაში Deep State-ის მეტასტაზების მოშლა შედარებით მეტი დრო დასჭირდება. როგორც უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, სოროსმა დაკარგა ვაშინგტონი პრეზიდენტ ტრამპის არჩევით, მაგრამ ბრიუსელი კვლავ მის ხელშია. ბუნებრივია, სოროსში არა კონკრეტული ადამიანი, არამედ Deep State-ის უკანმდგომი ოლიგარქიული ქსელი იგულისხმება. Deep State-ის ევროპული მეტასტაზების მოშლა საქართველოს ევროკავშირის ურთიერთობების გადატვირთვის აუცილებელი პირობაა. იმედი გვაქვს, რომ 2030 წლამდე ევროკავშირი სრულად დაძლევს არაფორმალური ოლიგარქიული გავლენისა და Deep State-ის პრობლემას, რაც შექმნის სათანადო პირობებს საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამასთან საქართველოს არა მხოლოდ პასიურად უნდა დაელოდოს ცვლილებებს ევროკავშირში, არამედ თავადაც აქტიური წვლილი უნდა შეიტანოს ევროკავშირის წინაშე არსებული პრობლემების დაძლევაში. კონსპირაციული თეორიების სრული ნაკრები და არასერიოზული მიდგომა დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობის თვალსაზრისით. ასე უკვე ოპოზიციური სპექტრი აფასებს ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს განცხადებას. ხელისუფლების ოპონენტები თვლიან, რომ არასერიოზულია ხელისუფალების მხრიდან გლობალური ომის პარტიასა თუ Deep State-ზე საუბარი, ისე როგორც ქართული ოცნების პროპაგანდის ნაწილად მიიჩნევენ გზავნილს მეორე ფრონტის გახსნის მოწოდებების თაობაზე. ჩვეულებრივი ისევ იმ პროპაგანდის ნაწილია, რომ თითქოს ჩვენი პარტნიორები გვაძალებდნენ ომის დაწყებას და სინამდვილეში და ჩვენი ასე ვთქვათ ოკუპანტი ქვეყანა პირიქით. ხო, იმ ჩვეულებრივი ნარატივის გაგრძელება, რომელიც ამ წლების განმავლობაში გვესმის, რომელიც სრულად აბსურდია და ძალიან ძნელია სიღრმისეული ანალიზი გავაკეთოთ იმ აბსურდის, რაღაცა მოგონილი გლობალური ომის პარტიის შესახებ, რომელიც მათ წარმოსახვაშია. პოლიტსაბჭოს განცხადება კიდევ ერთი ხაზგასმა იმის, რომ ქართული ოცნება არ აპირებს საქართველოს ევროპული გზით ტარებას. მან საბოლოო ჯამში გადაწყვიტა, რომ მოგონილი ისტორიებით უღალატოს ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, ასევე აშკარად ჩანს, რომ ისინი არიან პანიკაში. ეს განცხადება არის ქართული ოცნების კონსპირაციული თეორიების სრული ნაკრები, რომელიც მოიაზრებს გლობალური ომის პარტიას, ლოკალური ომის პარტიას, Deep State-თან დაპირისპირებას, ტრამპზე იმედების დამყარებას. მე მგონია, რომ ეს ყველაფერი, რაზეც მიდიოდა საუბარი ამ განცხადებებში, არის უბრალოდ სასაცილო. ასეთი რაღაცები არ არსებობს. Deep State, მასონები, რეპტილიები, უცხოპლანეტელები და რა ვიცი კიდე გლობალური ომის პარტია არაფერს არსად დედამიწაზე არ მართავს. მეცნიერულად დადასტურებული ფაქტია, რომ ეს ყველაფერი არის კონსპირაციის თეორიები, რომელთა უმრავლესობას დაიწერა მოსკოვში და ძალიან საშიში მოვლენა არის, ზოგადად, როდესაც ხელისუფლების შენარჩუნების მიზნით თავის ამომრჩეველთან და მოქალაქეებთან საურთიერთობოდ იყენებს აი ამ მასშტაბის და ასეთი ტიპის ტყუილებს. ოპოზიციისგან განსხვავებით პოლიტსაბჭოს განცხადებასა და სულისკვეთებას სრულად იზიარებენ ქართული ოცნების დეპუტატები. საპარლამენტო უმრავლესობაში თვლიან, რომ მმართველმა რგოლმა ზუსტად აღწერა ის არსებული ვითარება, რომელიც ქვეყნის წინააღმდეგ განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც უკრაინაში ომი დაიწყო. საქართველოს ხელისუფლებამ კი მეორე ფრონტის გახსნაზე უარი თქვა. ხოლო ის, რომ Deep State-ი ნამდვილად არის გლობალური გამოწვევა, უმრავლესობის წევრების თქმით, ამას დონალდ ტრამპის გზავნილებიც ადასტურებს. როგორ შეიძლება ადამიანმა საკუთარ თავს უწოდოს ქართველი და ფიქრობდეს ქართულად და კონდეს საქართველოს ინტერესების შესაბამისად ნაბიჯების გადათმის სურვილი და ამავდროულად არ აღშფოთდეს და ელემენტარულად არ გაბრაზდეს მაინც, როდესაც ყველანაირი საფუძვლის გარეშე, ყველანაირი დასაბუთების გარეშე ჩვენს მოქალაქეებს უწესებენ სანქციებს, იმ სანქციებს, რომელსაც უწესებდნენ გარკვეულ პირებს სხვადასხვა გადაცდომებისთვის. სწორედ ამიტომ ჩვენ რომ ეს არის გარკვეული ჯგუფის, გარკვეული ძალის მქონე პირების და მათ შორის ორგანიზაციების სურვილები, რომ ჩვენს ქვეყანაში განხორციელდეს ის, რაც ხდება ახლა უკრაინაში. უნდა ჩაუფიქრდეთ სიღრმისეულად რა ხდება, რა პროცესები მიმდინარეობს, განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც არჩეულმა პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ რეალურ საშიშროებას მსოფლიოსთვის ეგრეთ წოდებული Deep State-ი ქმნის. საქართველოს ღირსეული
და საქართველოზე სანდო პარტნიორი ამერიკის შეერთებულ შტატებს არასდროს არ ყოლიათ და დღესაც ჩვენი საგარეო კურსის მიმართულება არ შეგვიცვლია. მმართველი გუნდი თვლის, რომ ახლა სწორედ Deep State-ის დამარცხებაზეა დამოკიდებული არა მხოლოდ საქართველო-ამერიკის ურთიერთობების გადატვირთვის პროცესის დაწყება, არამედ ევროკავშირთან ურთიერთობებისაც. თუმცა განცხადებაში იმასაც წერენ, რომ ამერიკასთან შედარებით შესაძლოა ეს ევროკავშირისთვის უფრო რთული გამოწვევა იყოს. მიუხედავად ამისა, პოლიტსაბჭო წერს, რომ საქართველო ევროკავშირში ცვლილებებს პასიურად არ უნდა დაელოდოს და ამ პროცესში საკუთარი წვლილი აქტიურად უნდა შეიტანოს.